ყველაზე მეტად რისი გაგონება უნდა ამ ხალხს, აი სისტემის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ და უშუალოდ შეიძლება ძალიანაც არ მომწონს, შეიძლება მართლა მესირცხვილება კიდევაც დაუშვათ ამ სისტემის წევრობა. ამ ყველაფერს ვგზნობდე იქ სახში შვილს ვერ უსწორებდე თვალს, რომ აი ხდებოდეს რომ არ ვაკეთებ მაინდა-მაინც კარგ რამეს ამ სისტემასთან როცა ვარ დაკავშირებული და ანუ რა ჭირდება, რისი გაგონება უნდა? ანუ თენგო კითაძე გუშინ შეიძლება მხოლოდ იმედის ქარდზე მყავდა ნანახი რომ რაღაცა მოუგონეს და უშუალოდ და რაღაცა ისეთი შეთითხნილი რაღაც პროპაგანდა ცადეს და უშუალოდ და უწევ ეს თენგო კითაძე მყავს ჩემ გვერდით. შემიძლია დაველაპარაკო მაგალითად და თან დავაკვირდე რა, ანუ რაც დაეწერა მართალია, შეიძლება მართალი იყოს და სინამდვილეში ხა ადამიანს რაც არ უნდა პროპაგანდით ელაპარაკონ, როცა ფიზიკურად შეხვდებით, ან უამრავს მარტო თენგო კითაძეს ხო არ შეხვდი, ხო უამრავ პროტესტის წარმომადგენელ ადამიანებთან მოუწიათ შეხვედრა. მაგრამ რისი გაგონება უნდათ მათ? აი შენ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს რეზი მასაც პირველ რიგში სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარეობს. ის რაც შენ ირგვლივ არის შენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. ანუ საკუთარი კეთილდღეობა, ოჯახის კეთილდღეობა, რომ მომავალი ხვალინდელი დღე არ იქნება მინიმუმ იმაზე უარესი, ვიდრე აქვს მისი დღევანდელი დღეა. იმიტომ აი ამ კონტექსტის გაგება მხოლოდ ფსონის დადება და ამაში ოპოზიციურმა სპექტრმა და მედიამ ძალიან წლების განმავლობაში მიქარა თითქოს არ არსებობდა სხვა არც ერთი თემა გარდა საგარეო ვექტორისა და საპირწონე დაყენება რომ აი დასავლეთი versus რუსეთი და სხვა არაფერი არსებობს. აი ამ თემის აი ესე არ ვიცი ყოველდღიურობაში შემოტანა და მარტო ამაზე პენეტრირება და მარტო ამის ირგვლივ ტრიალმა ძალიან ბევრი ადამიანის ჩვენი თანამოქალაქესი და საქართველოს მოქალაქესი გაუცხოება გამოიწვია. კი, ეს არის თემები, რომელიც პირველ რიგში ეხება მათ ყოფით მოთხოვნილებებს, სამუშაო პერსპექტივებს, მათ შორის სტაბილურობასთან დაკავშირების, ანუ ქვეყნის მომავალს ეხება, ხო? სტაბილურობა, უკეთესი მომავალი, მაგრამ სტაბილურობას აქვს ასევე ინდივიდუალური მდგენელი, რომელიც ნებისმიერ ჩვენთაგან შეეხება და როდესაც მე ვიცი, რომ უსაფრთხოების თემები იქნება მოგვარებული, ამით სტაბილურად აღვიქვამთ თავს და რაღაც უფრო შემოქმედებით საქმიანობას შემიძლია დაუთმო ჩემი ცხოვრება. შიშები, ჩვეულებრივი ადამიანური ყოფითი შიშები და ამაზე იყო ბევრი სასაუბრო და ამ თემების გარეშე ვერ მოხდება ჩემი აზრით საკვანძო გარდატეხის შეტანა ავტორიტარიზმთან დაპირისპირებით, ანუ იმ მმართველობის იმ ფორმასთან, რომელიც ივანიშვილმა ამ რეჟიმის სახით მოგვივლინა ეს განსაცდელი ჩვენ ქვეყანას. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან ბევრი იმის შესახებ, თუ რაც ეხება ადამიანებს, ანუ ბევრმა განსხვავებულმა ჯგუფმა და ესეთები არიან, აი ხა მაგალითად თბილისში, არ ვიცი რამდენად მოგივიდათ ეს ინფორმაცია, რომ დადიანის ქუჩაზე მშობლებმა და მცირეწლოვანმა შვილებმა სკოლის გადაკეტეს რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩა. ანუ მიზეზი ბანალური, რომ კოვიდის შემდეგ ამ მოსწავლეებს საერთოდ არ მიეცათ შესაძლებლობა სასკოლო ოთახებში დაბრუნებულიყვნენ და აი წარმოიდგინე, როდის იყო 5 წლის წინ იყო კოვიდი და 5 წელი დისტანციური სწავლება, სადაც ფაქტობრივად არაფერს ესწავლობენ. აი ესეთი მნიშვნელოვანი, მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დაკარგეს აი ბავშვებმა და იმდენად ფრუსტრირებული იყვნენ და უკვე არაფრის მოლოდინი არ ჰქონდათ და არავის არ ჯეროდა, წავიდნენ და ქუჩა გადაკეტეს, ესე მიიქციეს ყურადღება. ეს არის სწორედ, როდესაც პოლიტიკური სპექტრი ახერხებს, აი ხა დავაკავშირებ ამ ორ საჭიროებას ერთმანეთთან, როდესაც პოლიტიკური სპექტრი ახერხებს მას ჰქონდეს დღის წესრიგი, რაც ეხება მაგალითად სოციალურ საკითხებსაც, განათლების საკითხებსაც, ჯანდაცვის საკითხებსაც, იგივე უსაფრთხოებას და არა მხოლოდ ვექტორი საგარეო რუსეთი დასავლეთი, ამით შენი მგზავნილი გაცილებით მეტი ადამიანის ყურებამდე მიდის. შენ თუ ამ თემებზე მანამდე ლაპარაკობ და ამ პრობლემებიდან გამოსავალს თავაზობ საზოგადოებას, მაშინ ამგვარი ტიპის პროტესტისთვის შენ მისაღები და სანდო პოლიტიკოსი ხარ. და არა ისეთი, რომელიც კაპიტალიზებას ცდილობს და როგორც კი გადაკეტილი ქუჩა დაინახა, მაშინვე იგაჩნდება და კამერებთან ერთად და ითქვის, აბა ისი გაკეთება შეგვიძლია შენ. არა, ესეთი პოლიტიკოსების მიმართ გაუწყოება აქვს განსაკუთრებით საქართველოში, რამოთ ვიცია, რომ
პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ჩდებოდა მათ გვერდით, როდესაც საკუთარ სარგებელს ეძებდა. ადუღდებოდა და ხო, საკმარისად ადუღდებოდა და უამრავი თემაა რეზი საქართველოში დაგროვებული. ეხლა მაგალითად იგივე სკოლებზე ვილაპარაკეთ, განათლების რეფორმაზე შეგვიძლია ორიოდე სიტყვა თქვათ, რაღაც ფუნდამენტური მნიშვნელობის რეფორმა შემოიტანა უკვე ნეგატიური თვალსაზრისით, რომელმაც შეიძლება არსებითად შეცვალოს ჩვენი არც დღის მდგომარეობითაც კი არც თუ ისე კარგი განათლების სისტემა. ხო ხვდები, მან შეიძლება სულ სხვა მიმართულებით წაიყვანოს, სადაც გაცილებით ნაკლებ ადამიანს და გაცილებით ნაკლებ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა საკუთარი უკეთესი მომავლისთვის ნაბიჯი წინ გადადგას. აი ამას აკეთებენ. ამაზე არის აუცილებელი პედალირება, ამაზეა საჭირო პოლიტიკურმა სპექტრმა, პარტიებმა, მათ შორის ჩვენ ფედერალისტებმა უნდა მოვახერხოთ, რომ ადამიანებს შევთავაზოთ გამოსავალი რა არის, ანუ მხოლოდ კი არ უნდა აკრიტიკოს, შენ უნდა გქონდეს საკუთარი ხედვა, ამაზე უნდა საუბრობდი, ამას უნდა უნაწილებდი ადამიანებს. აქ შემოდის ისევ მედიის როლი. აი ნახეთ, ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ამას რა, უკვე იმასავე გამოგდის რაღაც დოგმები, ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ ისევე როგორც ადამიანის ორგანიზმში. ანუ ყველა ორგანო არის ურთიერთკავშირში, ხო, იქ რაღაც ღვიძლის გარეშე არ ფუნქციონირებს სხვა რაღაცა, იქ სისხლი უნდა მიაწოდოს, იქ twinმა თავისი ბრძანებები უნდა გასცეს და ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან ურთიერთკავშირში. იგივენაირად არის პოლიტიკაში და პოლიტიკასთან მომიჯნავე თემებში. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა გავავრცელოთ ინფორმაცია იგივე განათლების ან ჯანდაცვის სფეროზე, რომ მივწვდეთ უფრო მეტ ადამიანს საქართველოში და მათ აუხსნა თუ რატომ არის დამღუპელი პირობითად სავიზო რეჟიმის დაკარგვა, ხო? ამას მარტო ის ხო არა რომ სავიზო რეჟიმის, იმიტომ პროპაგანდა რას ცდილობს, პროპაგანდას ცდილობს აჩვენებს, რომ ეს არის მხოლოდ პროტესტი იმის შესახებ, მოგიწევს თუ არა საერთოში ჩადგომა თუ არა, მეც არაფერს არ კარგავ. ანუ მოგზაურობა გირჩევნია სამშობლოს, ესეთი უტრირებულ კითხვებს ვამენ, რომ გაამარტივოთ, დაწყმარაკლები მიიღო. სინამდვილეში ეს არის დასაქმების შესაძლებლობა საქართველოს 10,000 მოქალაქისთვის და მათი ოჯახებისთვის შემოსავლის წყარო. ეს არის ჯანმრთელობის სერვისების მიღება ძალიან ბევრი ქართველისთვის, რის მიღებასაც ის საქართველოში ვერ ახერხებს. ეს არის კულტურული გაცვლა, ეს არის უკეთესი განათლების შანსები. ყველაფერი ამის ირგვლივ უნდა იყოს. და ამ პაკეტში უნდა სთავაზობდეს პოლიტიკური სპექტრი საკუთარ გამოსავალს. ამ გამოსავლის ირგვლივ უნდა არსებობდეს დისკუსია, დებატი, გარჩევა ჩვეულებრივ საჯარო სივრცეში და ასევე მედიაში და ეს ჩამოუყალიბებს ადამიანს ამა თუ იმ კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიებს, გაჩნდება ნდობა და შემდეგ შეძლებს პოლიტიკა მისვლას მსგავსი პროტესტთან, როგორც იყო და ეხლა მოვჩები, აი დავაკავშირებ და მოვჩები. მსგავს პროტესტთან, როგორც იყო დადიანის ქუჩის პროტესტი, ამ ადამიანების ნდობის მოპოვებას და ამ ადამიანების პროტესტში შემოყვანას, იმიტომ არსებობს უამრავი კერა, სოციალური საკითხები, განათლების საკითხები, უსაფრთხოების საკითხები, ჯანმრთელობის საკითხები, ფინანსური უამრავი თემაა საქართველოში. კონკრეტული მაგალითი გვაქვს. ჭიათურა, უბრალოდ ის ჭიათურა თუნდაც არ მიიღო. იმიტომ რომ ნდობა არ არსებობს, ხო? ამ ჭიათურელი ხალხის მხრიდან არ კრიზისი არის ნდობის ნებისმიერი მხარეს. ხო, ზოგადად ამაზე იმუშავა კიდევაც ახლა უნდა ვაღიაროთ მხოლოდ იმის ლაპარაკი, რომ ანუ პოლიტიკური სპექტრი არ ვარგა, ხო, ესეც ერთის მხრივ მოცემულობაა, რომ პოლიტიკური სპექტრი ქართული არის ძალიან სუსტი და ნაკლებად კონკურენტუნარიანი, თუმცა მოგვეხსენება რა არის ავტოკრატიის ბუნება, ხო, ის საკუთარი ოპონენტების დისკრედიტაციაზე მუშაობს მილიონებით 24 შვიდზე, რა. და ამ მხრივ ცოტა გაგებითაც უნდა მოვეკიდოთ იმ სისუსტეს, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დღის მდგომარეობით გააჩნია. თუმცა მომავალთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ფრთხილად ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი იმ თვალსაზრისით ერთით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მდგენელი არსებობს ყველა დაპირისპირებაში ავტოკრატიულ რეჟიმებზე. ერთი ის არის, რომ თუ ვერტიკალი პრობლემის გარეშე ფუნქციონირებს, ისეთ ავტოკრატიულ რეჟიმს ვერ წააქცევ. ივანიშვილის რეჟიმის ვერტიკალში უკვე გაჩენილი არის სერიოზული ბზარები. ეს ყოველდღიურობა შეიძლება კიდე ისე არ ჩანდეს, მაგრამ ეს არის დამოკიდებულება საჯარო სექტორში. ეს არის ინფორმაციები, რაც ჩვენთან ახლა პოლიტიკურ სპექტრთანაც მოდის, როგორი მიმღებლობა რეჟიმის, როგორი სიმპათიებია, რისი გაკეთება უწევს, რაზე ადამიანები არ მიდიან. ეს არის შიდა ომები, რომელიც დაწყებულია, რაც ასევე ბუნებრივი
გამოვლინება რეჟიმის, რომელიც საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის. ხალხი ხედავს ამას, მათ შორის ქართული ოცნების ჯერ კიდევ მხარდაჭერები და ეგრეთ წოდებული სტატუს კო ლოიალისტები, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან პროტესტს თუ დაინახავენ აქეთ ძალას, ანუ ალტერნატივას, პოლიტიკურ დღის წესრიგს, ძალას და უკეთესი მომავლის პერსპექტივას. და ამ ადამიანებში იწვევს სულ უფრო მეტ გაუცხოებას რეჟიმთან, იმიტომ ივანიშვილის რეჟიმის არგუმენტი იყო ყოველთვის ორი მთავარი ბოლო წლების განმავლობაში. მე შენ გაძლევ სტაბილურობას, ანუ სტაბილურობა იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც რეჟიმზე ზედათვარი არ ამოდის, იმიტომ ხო, უსაფრთხოდ რთულ ვითარებაში უსაფრთხო ცხოვრება ყველას სურს. და მეორე მდგენელი იყო, რომ ევროინტეგრაცია, ხო, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა 2024 წლის წინასაარჩევნო სლოგანი ღირსებით ევროპაში. რაც ხედავთ ახლა, ანუ სტაბილურობის ფაქტობრივად არაფერი არ ჩანს, თვითონ მოუწია რეჟიმს იმის აღიარება, ერთმანეთის დაჭმა და იმის აღიარება, რომ 13 წლის განმავლობაში მხოლოდ კორუმპირებული და მოღალატე ადამიანების მიერ იმართებოდა, ანუ ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, რომ ერთადერთი სისტემა, რომელიც მას შეუძლია ააგოს, რომელიც მის პირობებში ფუნქციონირებს, ეს არის კორუმპირებულ მოღალატეებზე გათვლილი. ანუ კადრი ადამიანმა 13 წლის განმავლობაში კადრი ვერ შემოიყვანა პოლიტიკაში, რომელიც არ იყო კორუმპირებული, რომელიც არ იპარავდა ბიუჯეტის ფულს და რომელზეც ბიძინა ივანიშვილი არ ლაპარაკობს, რომ ან მოღალატეა, ან უცხოღალატა, ან უცხო ძალის გავლენის ქვეშ მოექცა და აგენტია. თენგო ეგ კი გასაგებია. ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად ყველანაირ კარდ ბლანშს გვიხსნის, რომ ეს ძალაუფლება დავათმობინოთ, მაგრამ ვინც ეს ძალაუფლება უნდა დაათმობინოს იმ პოლიტიკურმა სპექტრმა. შეასრულა კი ის დავალება, ის საშინაო დავალება, ან არა, რა თქმა უნდა, რეზი ძალიან შორს ვართ. ხო და ნახე, ინტერესებს რომ ფედერალისტები როგორ ხედავთ, აი კონკრეტულად, სად ხედავთ ამდენი ხნის შემდეგ გამარჯვებას, ვისთან თანამშრომლობა ხედავთ ამას, იმიტომ რომ დამოუკიდებლად არც ერთ ძალას რო არ შეუძლია ამ წუთში ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ხელისუფლების შეცვლა, მე მგონი ეს ცხადია და რა უშლის ხელს აქამდე. აი ეს მთელი სურათი დღეს გვაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ჩააბეტონოს, კი შიგნით რღვევებია, მაგრამ აქედან თუ შესაბამისი ალტერნატივა და შესაბამისი სიმყარე არ დახვდა, რომ ადვილად გადასაჯები არ იყოს, ეს არის ხო ჩვენი მიზანი მთავარი. თქვენი როგორ მოგწონთ, თვითონ ფედერალისტები როგორც იზრდებით, რაზე დაყრდნობით შეგვიძლია თქვა, იზრდებით თუ არ იზრდებით, საერთოდ თუ რა დინამიკა გაქვთ და ასევე ვისთან თანამშრომლობა არის თქვენთვის ახლა ამ წუთში დღის წესრიგში და როგორ აგძელებთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრნაირი ის არის, ანუ ბევრნაირი აზრია, რომ საერთოდ თავი დავანებოთ პარტიებს, ისედაც გძალავენ, არჩევნებს საერთოდ რა აზრი აქვს, გადავიდეთ ეროვნულ მოძრაობის რაღაცა ესეთ საწყისებზე და ბრძოლაა და ომია და სანგარში უნდა ვიჯდეთ და აი 1000-ნაირი შეხედულება არის. სალომე ზურაბიშვილის როლია ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიცაც არ მოწონს და საერთოდ რა გვინდა და ასე შემდეგ. მოდი ეს დაგვანახე, საერთოდ ფედერალისტები რამდენად ყვაყობილი ხართ პირადად საკუთარი შედეგებით, რა გინდათ რომ ეს რაში გაუმჯობესდეს, რაში გჭირდებათ კონკრეტულად ადამიანების დახმარება და ასევე ფართოდ ვისთან თანამშრომლობით და როგორ ხედავთ. ხო, ერთი ის რომ უკაცრავად, ერთი ის რომ კი ჩვენც ვამბობთ, რომ პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს, მაგრამ ამას ვამბობთ რაღაც გარკვეულ ანუ დროის ეტაპთან მიმართებით, ახლო პერსპექტივა, საშუალოვადიანი პერსპექტივა, თორემ პოლიტიკური ალტერნატივა არსებობს. მე შემიძლია საკუთარ თავზე ვილაპარაკო და ჩვენზე ფედერალისტების გუნდზე, ჩვენ დღეის მდგომარეობით, რომ მოგვიწიოს ხელისუფლების გადაბარება, ამის ტექნიკური, ინტელექტუალური ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია. იქნება ეს პოლიტიკურ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს ჩვენ ქვეყანაში, ვინ უნდა გააკეთოს, კადრები, რაც ყოველთვის პრობლემა იყო საქართველოში, ამის სრულად უზრუნველყოფა და მარტო აწევა შეგვიძლია. თუმცა, და ეხლა აქ შემოდის თამაში, თუმცა ხო, ჩვენ არ გვაქვს დრო, ან ქვეყანას, რომ ამის ბუნებრივ განვითარებას ველოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტია სწრაფად მზარდი პარტია დღეის მდგომარეობით,
ამ ქვეყანას ჩემი გადასახედიდან უფრო ეჩქარება, იმიტომ რომ რაღაც შესაძლებლობები არსებობს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მნიშვნელობის შესაძლებლობები და ამ შანსის არ გამოყენება შეიძლება არათუ დღევანდელ თაობას, არამედ მომავალ თაობებსაც ძალიან ძვირად დაუძეს და ამიტომ გარკვეულწილად რაღაც კონფიგურაცია იქნება საჭირო ძალის სწრაფად გამოსასხივებლად, ხო? მე ვერაუხსნი ჯერჯერობით, რადგანაც არ მაქვს იმის თქვა გავრცელების რესურსი, ხო? ეს ინფორმაცია უნდა მიიტანო ადამიანებამდე, ამ ადამიანებმა უნდა გაგიცნონ, უნდა გაჩნდეს ნდობა, დაგიჯერონ და შემდეგ გახდებიან ისინი ჩაერთვებიან სრულად შენ დაძახებაზე პროტესტში და მაშინ მიაღწევს პროტესტის კულმინაციას, რადგანაც შეიქმნება კრიტიკული მასა. ამ პროცესის დაჩქარება. ამისათვის საჭიროა სხვა აქტორები, სხვა პოლიტიკური გუნდები, მოთამაშეები, პარტიები თუ საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც ამ წინააღმდეგობაში არის ჩართული. და კრიტერიუმი არის მარტივი, ჩემი გადასახედიდან, თუ ჩვენ პროტესტის ანატომიას გავაანალიზებთ, ანუ რა გვაჩვენა, სულ რომ უკან არ წავიდეთ ბოლო ერთმა წელმა, რა გვაჩვენა? გვაჩვენა ძალიან მარტივი რაღაცა, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით წინ არის, ვიდრე მისი პოლიტიკური სპექტრი. პროტესტმა აჩვენა, რომ ის არ იღებს არანაირ დაკვეთას გარდა დემოკრატიული დაკვეთის. ანუ ადამიანებს კარგად ესმით რა არის დემოკრატია. წინააღმდეგობაში ჩართულ ადამიანებმა იციან, რომ პოლიტიკა, როდესაც მას ელაპარაკება იმაზე, რომ ევროკავშირიდან მილიარდები შემოვიდა და რაღაცეები, ეს მისთვის არასერიოზული თემა. მას ჭირდება სისტემა, ან დემოკრატიული სისტემა, რაც უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური გუნდების რაღაც ერთობამ, როგორც ხელისუფლებამ და შემდეგ ის თვითონ ამ სისტემის ირგვლივ, როდესაც წიაღში, როდესაც ის დემოკრატიული იქნება, თვითონ მიხედავს გაცილებით უკეთესად თავს, ვიდრე ვიღაც პოლიტიკოსი მასზე იზრუნებს ან თბილისიდან ჭიათურაში დაუგეგმავს, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს თავისი ან მოაწყოს თავისი ყოველდღიურობა. ეს აჩვენა იმითაც, რომ მაგალითად არც რადიკალურ მოწოდებებს, რაღაც აბსურდებს და ფსევდორევოლუციებს გაყვა, მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, არასერიოზული პოლიტიკოსების მოწოდებებს, მხოლოდ რაღაც რამდენიმე ასეული ადამიანი ჩაყვა ორბელიანის მოედანზე და დანარჩენი რუსთაველზე და მშვიდობიანად აპროტესტებდა და ამით ძალიან ცალსახა პასუხი გასცა იმ დამოკიდებულებას, რაც არსებობდა ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილში ადამიანებთან მიმართებით, თითქოს ქართველები იყოს ნახირი და რასაც ეთქვი იმას გააკეთებენ. არა, დღევანდელი ქართული საზოგადოება ზუსტად აქვს გააზრებული რა არის მისთვის კარგი, რა ჭირდება მას ცვლილებებისთვის, რომ ის არ იბრძვის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ის იბრძვის იმ ანკიერებების წინააღმდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი განასახიერებს, რაც არის ავტოკრატია და ოლიგარქია და იგივენაირად პასუხი გასცა მაგალითად ამასაც დავაკავშირებ ხაზარაძესაც თავისი რაღაც სამარცხვინო გადაწყვეტილებით, როდესაც მან სისტემური ოპოზიციის როლი მოირგო, არც ამ თამაში არ შეხვდა ლელომ დაკარგა ძალიან ბევრი ამომრჩეველი, მიუხედავად მილიონისა, რაც ამომრჩეველს გადაიხადა, გახარიას პარტია ფაქტობრივად საერთოდ არის ზომება, თბილისში 2024 წელს ჰქონდა 70,000 ხმაზე მეტი, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ანუ 1 წლის შემდეგ, 11 თვის შემდეგ, მან აიღო მხოლოდ 9,000 რაღაც ხმა, ანუ განადგურდა. ეს აჩვენა. ამიტომ ძალიან მარტივია, რომ ეხლა რომ გავწდეთ იმ პრიზმას თითქოს სახელების ირგვლივ უნდა იტრიალოს პოლიტიკურმა პროცესმა და აი ვისთან დაწყვილდება თენგო შეძლებს თუ არა ამასთან თანამშრომლობას ნებისმიერ ჩვენ ფედერალისტები ვამბობთ რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერთან რომელსაც ესმის რა არის პროტესტის დაკვეთა ცვლილებების გზა რა არის დემოკრატიული სისტემის აშენება ეს სისტემა უნდა ესმოდეს თვითონ უნდა იყოს დემოკრატიულად მოწყობილი, ან ქვემოდან ზემოთ პროცესს პატივს უნდა სცემდეს, იმიტომ ვინც ამ პროცესს პატივს არ სცემს, ანუ ხალხის დაკვეთას უკვე ჯერ ხელისუფლებაში, როდესაც არ არის მოსული უყურებლობას უკეთებს, ის მისგან არანაირი მოლოდინი არ უნდა გქონდეს, როცა ხელისუფლებაში მოვა, ის ჩვეულებრივი ოლიგარქი იქნება და ავტოკრატია. წეგანში თვითონ ვიახსენე, რომ ძალიან დრო არ აქვს სინამდვილეში. რასაც ამბობ, ეგ ყველაფერი მე მესმის, რაც უფრო ჯანსაღად ვიქნებით, რაც უფრო მეტად მკაფიო იქნება ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამისი ფასი
დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საქართველოს მოქალაქეს ესმის, მაგრამ დრო რახან არა გვაქვს. იქით არგუმენტი არის მეორე მხრიდან, რომ ეხლა მაგის დრო არ არის, უყოველთვის ეს შემოდის. შენ მე მაინტერესებს, რომ თან იმ პირობებში, როცა შენ ამას შენ თვითონვე ამბობ, რომ მარტო ფედერალისტები ვერ შვებით ამას და ეს შეიძლება დღეს მდგომარეობით ვერ შვებ. ხო, იმიტომ რომ უფრო სწრაფი ტემპი გვინდა და უფრო გვეჩქარება, თორე რაღაც მომენტში თქვენ ალბათ იმის ოპტიმიზმი გაქვთ, რომ თქვენ აუცილებლად გაიზდებით, მაგრამ ეხლა გჭირდება აუცილებლად სხვისი დახმარებაც. და ბევრ ადამიანს უჩნდება ესეთი კრიტიკა თქვენს მიმართ, რომ თუ თქვენ სხვისი დახმარება გინდათ, მაშინ ეს სხვების ამდენი კრიტიკა და ოპოზიციასთან ბრძოლა რატო არის გამოსავალი? ანუ თქვენ ხშირად ჩვენ არ ვაკრიტიკებთ ოპოზიციურ პარტიებს და რატო ხდება სახელობით? ანუ ნახე რეზი როგორ შემდგომარეობს პრობლემა. არასწორად ესმით საქართველოში რაღაც კრიზისებიდან გამოსავლის ძიების პროცესი. ანუ თუ მაგალითად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საჭირო არის ერთობა, მე შემიძლია დავეთანხმო ამ პოსტულატს, კი ჩვენ ჭირდება პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების ერთობა, დემოკრატიული შინაარსის და სისტემის ირგვლივ. ანუ გარიყვა იმის, რაც არის ავტოკრატიული და გარიყვა იმის, რაც არის ოლიგარქიული. ამის ირგვლივ ჭირდება აუცილებლად ერთობა. და აქ მივყვებით. ჩვენ სახელობით კი არ ვესმის. ისინი უბრალოდ განასახიერებენ ამ მანკიერებებს, რომლებიც არსებობს ქართულ პოლიტიკურ სისტემაში და რომლებიც არიან ხელის შემშლელი დემოკრატიული ცვლილებებისთვის. ანუ ამ პროცესის დასაჩქარებლად ვაკეთებთ ამას. ამ პროცესის დასაჩქარებლად ვაკეთებთ იმას, რომ ახსენებთ საერთოდ მიხეილ სააკაშვილის, თორე არანაირი სურვილი არ მაქვს მისი სახელით გვარის ხსენებს. არ ვიცი, მისი პარტიის მხარდაჭერება ახსენებ. მაგრამ რადგანაც ის ყოველ ჯერზე როგორც 4 ოქტომბერს მავნებლობს და დემოკრატიული პროცესის აწყობას უშლის ხელს, იმიტომ ამაში საკუთარ თავს ვერ მოიაზრებს, იმიტომ ესეთ პროცესში ის და მისი პარტია იქნებოდა ერთ-ერთი ბევრთაგანი. მას არ ექნებოდა უპირობო ლიდერშიპი. მის სურათებს არ ჩამოკიდებდნენ ყველა პრესკონფერენციაზე. ყველა აქცია არ გაიხსნებოდა მიშა სიმნით. და ეს შემდეგ, რადგანაც ამას ვერ ხედავს, ბუნებრივად უპირისპირდება. ისევე როგორც მაგალითად ბატონი ხაზარაძე. ამიტომ უპირისპირდება. ანუ იმ ადამიანებს, რომელთ ჩვენ გვაკრიტიკებენ, მათი საუკეთესო ინტერესებიდან ვიქცევით ესე. იმიტომ მე შემიძლია მაშინ ისინი მოვატყუო, ხო მარტივია ჩემთვისაც თქვა, რომ ყველა ვიყოთ ერთად. ანუ ეს ხვილი იქნება ადამიანების მოთხოვება, რადგანაც მე მეცოდინება, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ პოზიციებს დავთმობთ, დემოკრატიული ცვლილება ამ ქვეყანაში ვერ მოხდება. დარჩება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. და ეს თუ უნდათ, მაშინ უნდა თქვა. ხო, უბრალოდ იმ ადამიანებს მე მგონი მოთმინება თან ძალიან ძნელია, როცა ესეთ მდგომარეობაში, ესეთ რეპრესიებში ხარ, მოთმინება არ იყოს, მაგრამ მოთმინება თუ არ ყოფნის, ამ დროს მაინც რა გამოსავალი გაქვს? ანუ მოთმინება თუ არ ყოფნის, მე მაგ მარტივი რჩება. ძალიან ბევრ კარგ ადამიანს ჩემი გარემოცვიდანაც გულანთებულ პატრიოტს, რომელიც პირველი დღიდან და წლებია უკვე, ანუ ეხლა კი არ შემოვექ 1 წლის წინ ამ პროტესტს, არამედ წლებია უკვე რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტია და რომ ნახე, რომ ჭალებში გადაიწვა, ხო, უკვე რომ ანუ თავის თანამდებობა არ ქონდა, მოდი რა იქნება უნდა დავაჩქაროთ ეს რაღაცნაირად თითქოს დაჩქარების სხვა საშუალებები არსებობდა. ამ ადამიანებს უბრალოდ გურჩია, რომ დრო რაღაც პერიოდით გაიწიონ, უნდა დაისვენონ რეგენერაცია, ძალები იპოვონ საკუთარ თავში, პირველ რიგში საკუთარი თავი გააძლიერონ და შემდეგ დაგვიბრუნდნენ. რადგან თუ ესე მოიქცებიან, მათ შეუძლია წინააღმდეგობისთვის სარგებელის მოტანა. ხოლო იმით, რომ ჩვენ ამის დრო არ აგვაქვს და იმის დრო არ აგვაქვს ძახილით, ისინი წინააღმდეგობას ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანენ, პირიქით მას ვნებენ. არ არსებობს, ანუ ღიად ვამბობ, არ არსებობს იმაზე სწრაფი გზა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. არ არსებობს. 100 რევოლუცია შეუძლია დაანონსონ და 55 თვითმმართველობის არჩევნებში შევიდა. პოლიტიკური სპექტრი. თუ ესე გადაწყდება. ჩვენ ამას არ გავყვებით და წინასწარ გავაფრთხილეთ. დღეს არის ახლა კიდევ ერთი თემა, მაგალითად, დღეს არის გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში და ნუ მოიხსენება როგორი კატასტროფულია ის საქართველოსთვის, ხო? ჩვენ გავაზიარეთ გიგა ვიდეო ინგა გრიგოლიასთან, 3 წუთიანი ვიდეოა,
ორწლინახევრის წინანდელი, როცა იყო სტუმრად, ეხებოდა კანდიდატის სტატუსს და ზუსტად იქ ვსნიდით, ან მაშინაც ძალიან ბევრი ადამიანი, კარგი ადამიანიც გვეჭუბებოდა, რომ როგორ კანდიდატის სტატუსი არ გინდათ, და მაშინ ვსნიდით ამ ანატომიას, რომ კანდიდატის სტატუსი ხელისუფლების ხელში, რომლის მიზანი არ არის ევროინტეგრაცია, არ არის ინსტრუმენტი, რომელიც ჭირდება ჩვენ ქვეყანას და მხოლოდ მას და მის რეჟიმს გააძლიერებს. და დღეს გავაზიარეთ ხომ მაინც ინსტრუმენტია, ხომ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია და ზუსტად. ეხლა ავიღოთ ის პერიოდი 2023 წლის დეკემბერი, როცა კანდიდატის სტატუსი მისცეს საქართველოს და მაშინდელი უფლებრივი და მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში და დღევანდელი რეპრესიული, ხო? ანუ კანდიდატის სტატუსის მიუხედავად გაცილებით ჩამოვჭით ევროინტეგრაციას და გაცილებით ცუდი უფლებრივი და რეპრესიული მდგომარეობა გვაქვს და საკანონმდებლო ბაზა ამ ქვეყანაში. ყველაფერი გაუარეს და ზუსტად ისე, როგორც ვეუბნებოდ. დღესაც ამიტომ საზოგადოებას ვეუბნებთ. არ არსებობს სხვა გზა გარდა იმისა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უნდა მოხდეს პოლიტიკური ძალების, დემოკრატიული პოლიტიკური ძალების და საზოგადოების ჯგუფების კონსენსუსი პროტესტის დაკვეთის ირგვლივ. პროტესტის დაკვეთა არის მაგის შესაძლებლობა. ვის ხედავთ? კი, ჩვენ საუბრობთ ამაზე ძალიან ბევრს, ყველას ვისაც ხვდებით რეზი და ჩვენ ხვდებით ძალიან ბევრ, ანუ ეხლა ვიტყვი ეტაპია ლელოს და ნაციონალურ მოძრაობის გარდა ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან გვაქვს კომუნიკაცია და ხშირი შეხვედრები. განა იმიტომ რომ გავერთიანდეთ და რაღაცეები. არა, ამაზე შევთანხმდეთ რაც არის ცვლილებებისთვის აუცილებელი და ანუ უპირობოდ და ცალსახად და შემდეგ ყველამ ამის შესახებ ისაუბროს საკუთარი ენით, საკუთარ მხარდაჭერებთან. იქ სადაც მას მიესწრება, ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ გაცილებით მეტ ადამიანამდე და როდესაც ქვეყანაში გაჩნდება განცდა, რომ ბევრი ჯგუფი იდენტური შინაარსის ირგვლივ გაერთიანდა, ამაზე საუბრობს, რომელიც გამორიცხავს ოლიგარქიას, რომელიც გამორიცხავს ავტოკრატიულ მოწყობას, რომელიც მთავარი მდგენელი არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ადამიანი ადგილზე, ამიტომ ჭირდება ძლიერი პირობითად თვითმმართველობა, დეცენტრალიზებული მმართველობითი მოდელი, ეს ასე შემდეგ. როცა ამის ირგვლივ ვილაპარაკებთ, პოლიტიკური სპექტრის სანდოობა, რომელიც დღის მდგომარეობით ძალიან დაბალ ხარისხშია, გაცილებით გაიზრდება და როცა პოლიტიკურ სპექტრს აქვს სანდოობა მოსახლეობაში, მას ენდობია, ესე პოლიტიკურ გუნდებს ხალხი მიყვება ნებისმიერ დაპირისპირებაში. ის მოიზიდავს კიდევ უფრო გაცილებით მეტ ადამიანს. როგორ გაიგოს დანარჩენმა აქტიურმა საზოგადოებამ, რომ თუ თქვენ აი ეს 7 პარტია და კიდე მე ვინც 26 ოქტომბრის აქცია დაანონსეთ, რომ თქვენ ძალის დემონსტრირება როგორ ახდენთ ის, რომ გასაგებია რომ ეს შეიძლება რაღაცა საუბრის დონეზე, თქვენი იდეების დონეზე შეიძლება ეს მომწონს და უშუალოდ, მაგრამ მე მგონია აუცილებელი რომ დანარჩენმა საზოგადოებამ, რომელმაც შეიძლება ბევრი არ იცის თქვენი რეფორმების შესახებ დაუშვათ, ან სხვა გუნდის იგივე რაღაცა მაგალითად თავისუფლების მოედნის, იგივე ახლის თუ დროას თუ გირჩის, ხო, დაუშვათ. აი ეს ვინც არ იცის, მე მგონია რომ აუცილებელია რომ რაღაცნაირად ძალის დემონსტრირება მოხდეს და ძალის დემონსტრირება იმით რომ როგორც 26 ოქტომბერს მოხდა, რომ ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ну ამ 7 პარტიის დაძახებულზე, ხო? ხო ესე იყო? არც მარტივად ისვის დროს იყოს რაღაცა ნახე? ხო. როგორ ხდება ძალის დემონსტრირება? როდის ხდება მაგალითად მუსიკოსი რომ მისი ახალი სიმღერა თქვათ პოპულარული გახდა? როცა ბევრი ადამიანი მას ბღერის, ხო? ამით ხომ იხდება მუსიკოსი რომ მისი სიმღერა კარგი გამოვიდა და საზოგადოება მიიღო სტადიონზე რომ ბევრი ადამიანი მღერის. ბევრი ჩამოტვირთვა რო აქვს და ბევრი შემოსავალი მიიღო. ზუსტად იგივეა პოლიტიკაშიც. როდესაც შენი გზავნილი, რომელიც გააკდა, რომელსაც ამ დემოკრატიულ ძალებთან შეათანხმება, ამის გამეორება დაიწყება. ამის ირგვლივ დაიწყება ჯგუფების შექმნა. ან კონსოლიდაცია მოხდება საღი აზრის ირგვლივ და არა ის, რომ 4-ში უნდა დავიწყოთ და 4-ში დავამთავროთ და კითხვები არ დავსვათ. რაც თვეებს გვაკარგინებს და ფრუსტრაციას იწვევს საზოგადოებაში. ან სისტემასთან არ უნდა ითანამშრომლო, ამიტომ არჩევნებში არ უნდა შეხვდე. როდესაც აი ესეთი თემები, რასაც შემოგიგდები, აი ესე საკენკივით რა კენკავს პოლიტიკური კლასი და საზოგადოება, ხო?
აი ეს არის ძალის დემონსტრირება და შემდეგ ესეთ პოლიტიკურ სუბიექტებს 26 ოქტომბერთან შედარებით გაცილებით დიდი აქციების დემონსტრირება შეუძლია და ეს ხდება შემდეგ იშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ რომ ადამიანი როცა ხედავს ქუთაისში და ბათუმში, ხო, თბილისი არის საქართველოსთვის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ცენტრი და გზავნილი და განწყობა, რომელიც ჩნდება თბილისში, გადაეცემა სხვა ურბანულ ქალაქებსაც. იგივეა, შენ თუ თბილისში ამ ცეცხლს დაანთებ, ცოტა ხანში იგივეს იღებ ქუთაისში, ცოტა ხანში იგივეს იღებ ბათუმში. როდესაც ბათუმში ცეცხლი ენთება პოლიტიკური თვალსაზრისით, ხო? ანუ განწყობაა ისეთი, როცა ნელ-ნელა უახლოვდება იმ ეროვნულ მოძრაობას, რაც გვახსოვს ჩვენ 89-90 წლებში, ხო? ბათუმის ირგვლივაც იგივე კერები რჩება. აი ეს არის ყველაზე მარტივი ძალის დემონსტრირებისთვის. რამდენად მაყოფილი ხარ? აი იგივე 22 ოქტომბრის ამ საზოგადოებრივ ეხლა ჩვენ აი მაგალითად სხვა დანიშნულება ქონდა. მაგას ქონდა 26 ოქტომბრის აქციას ქონდა სხვა დანიშნულება. ის არ იყო ძალის დემონსტრირების აქცია, თუმცა ნაწილობრივ ესეც მოახერხა. ნებისმიერი აქცია ძალის დემონსტრირებას მოისმენს რაღაცნაირად თავისთავად. ხო, ანუ 26 ქონდა აუცილებლად ის დანიშნულება, რომ ჩვენთან საზოგადოებაში პროტესტის აქტიურ ნაწილში ნაწილისთვის მიყენებული დარტყმა, რაც 4 ოქტომბერს მივიღეთ, ეს რაღაც გაგვეუწინათ, ამის ნეიტრალიზება მოგვეხერხებია, ერთმანეთისთვის გვიჩვენებია და გვეთქვა, რომ ჩვენ ისო ბრძოლაში ვართ, ერთად ვართ, ბევრი ვართ და რაღაც ეს პერიოდი გადაგველახა და ვფიქრობ, რომ ეს კარგად მოხერხდა, თუმცა ის მასშტაბი, რამაც უნდა მიიღოს წინააღმდეგობამ 26 ოქტომბრის აქციასთან შედარებით გაცილებით დიდია და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ აქამდე მივვალთ. ოღონდ ის რაზე ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, არის პირობითად სახლის აშენებაზე, როდის იქნება მზადო, 6 სართულიანი კორპუსი თუ შენდება და მე იქ რაღაც მე-6 სართულზე კარგი ბინა ვიყიდე და მინდა, ხო? რამდენიც არ უნდა მინდოდეს, რომ დროზე შევსახდე, თუ ფუნდამენტი სოლიდურად არ გაკეთდება, ხო? აზრი არ აქვს ჩემი შესახებას. იდენტურ პროცესში ვარ, ანუ ფუნდამენტის ჩაკრა მიმდინარეობს. როგორც კი ეს ფუნდამენტი ჩაიხრება, წინააღმდეგობის დემოკრატიულ საწყისების ირგვლივ, მაშინ შენების პროცესი გაცილებით სწრაფად წავა, იმიტომ გაცილებით მე თანამოაზრეს დავანახებთ, რომ აქ ადამიანებმა ერთმანეთისთვის მიუღებელმა პოლიტიკურმა გუნდებმა განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიებით და ასე შემდეგ შეძლეს პროტესტის დაკვეთის ირგვლივ და საღიაზრის ირგვლივ კონსენსუსი გადადეს პირადი ბევრი რამ და ჩადგნენ საჯარო საქმის სამსახურში და ეს გააძლიერებს ადამიანებს, რომლებსაც აი ზუსტად ეს სიგნალი აყია, რადგან მე ბევრჯერ შემიჩნევია, რომ პირიქით განსაკუთრებით თქვენ ერთ-ერთ ლიდერზე თამარ ჩერგოლეიშვილზე არის ეგ, რომ არაფერზე არ არის მზად რომ დათმოს. და რასაც ახლა იძახი შენ რომ პირიქით ჩვენი გადავდოთ, აი მაგას გაკრიტიკებენ ხოლმე პირიქით. თუ პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს და ამ გზით მიდის და ახორციელებს შენ ოპერაციას, სხვამ რაც არ უნდა გიყვიროს, როგორც არ უნდა გიყვიროს, როგორც არ უნდა შეეცადოს გადაწყვეტილება შეგაცვლევინოს, შენ თუ კეთილსინდისიერი ექიმი ხარ, უნდა განახორციელო ის ოპერაციის, გაიარო ის ოპერაციის გზა, რაც პაციენტის სიცოცხლეს გადაარჩენს. აი ზუსტად ამ პროცესში ვარ ჩვენ. ამიტომ, ანუ თამარს აკრიტიკებენ და თამარი არის ხშირად თავდასხმის ობიექტი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ის ყველაზე ხმამაღალია. და ამასაც აკეთებს პროტესტის ინტერესებიდან გამომდინარე. ნახეთ, ჩვენ ბარიერები გვაქვს გასარკვევი, კედლები უნდა დავანგრევთ. ანუ კედლები ერთის მხრივ, რომელიც ააშენა რეჟიმმა და მისმა პროპაგანდისტულმა ინსტრუმენტებმა და მეორეს მხრივ, რომელმა ააშენეს ოპოზიციურმა ავტოკრატებმა და ოპოზიციურმა ოლიგარქებმა. შეხედე რა ხდება ქართულ მედია სივრცეში, რაზე მიდის საერთოდ ლაპარაკი. რაზე მიდიოდა თვეების განმავლობაში ლაპარაკი ისე რომ კითხვებს არ სვამდა ფაქტობრივად არავინ. 3 თვის განმავლობაში ეს ყველა მიცოდა, რომ 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვასრულებთ, იყო ფეიკი. ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ და 3 თვის განმავლობაში მისცეს ადამიანების მთელი საზოგადოების მოტყუების საშუალება. იმიტომ რომ ქართული მედია დიდწილად არის ოლიგარქიული
და არა დემოკრატიულ პრინციპების ირგვლივ და საჯარო ინტერესის სამსახურში ჩაყენებული. და შესაბამისად, თუ მე ამაზე მხოლოდ ესე ვილაპარაკებ, როგორც ხშირად ვლაპარაკებ, ხო? ეს საზოგადოებამდე მიდის ძალიან მცირე დოზით. თამარი ახერხებს იმით, რომ ის არის ძალიან ხმამაღალი და რაღაც ეპატაჟურ გზებსაც ზოგჯერ ირჩევს, ახერხებს, რომ თავისი გზავნილი, რომ ეს დამპალი სისტემა დასანგრევია, გაცილებით ბევრ ადამიანამდე მიიტანოს. და რაც უფრო მეტ ადამიანამდე მივიტანთ რა არის გასაკეთებელი, მით უფრო მალე დავამთავრებთ ამ პროცესს და გავიყვანთ ამ ქვეყანას სამშვიდობოზე. შესაბამისად, თამარი მათ შორის მისი კრიტიკოსების თვისაც კი ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა დღეის მდგომარეობით მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. და მადლობას ეთქვიან, როდესაც ცვლილებები მოხდა. ფორმები ყველას თავისი გემოვნება აქვს და ეხლა მაგაზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ შინაარსში კრიტიკა მობრძანდით ჩვენ ყველანაირად უზრუნველყოფთ, რომ თუ გაქვთ სერიოზული სათქმელი ფედერალი კითხვები თუ გაქვთ ფედერალისტების ამ ტაქტიკასთან დაკავშირებით და არა ფორმებთან დაკავშირებით. ფორმა შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას შეიძლება არ მოწონდეს. შინაარსთან დაკავშირებით დიდი სიამოვნებით მოახდენთ ორგანიზებას, მობრძანდით თუნდაც დებატების ფორმატი იყოს, თუნდაც დებატები ძალიან კარგი იდეა. არიყენებს ხო არა? ჩვენ მაყურებელში არის რაღაც რაოდენობა, რომლებსაც ესე რომ ვთქვათ, პრეტენზიები აქვს საკმაოდ სერიოზული თქვენ მიმართ. ნუ ზოგმა ისაც კითხვა, რომ საერთოდ მოღალატეები არიან ფედერალისტები, ესეთი არ მაინტერესებს. უკაცრავად მე პატივს მაგ ადამიანებსაც, თუმცა ნახეთ მე ვიღებ იმ მოცემულობას, რომელიც არსებობს. ანუ არსებობს რამდენიმე სეგმენტი, რომელზეც მე ვმუშაობ. ანუ ყველაზე მეტად რომელსაც აქვს ჩემი იდეების მიმღებლობა და იმის მიმღებლობა თუ როგორები ვართ ჩვენ, შემდეგ არის თქვა ახლოს მდგომი ადამიანები და ასე შემდეგ რა ნენევა. ის სეგმენტი ხარ, რომელზეც ილაპარაკე, ხო, ადამიანები. ის არ არის თქვა ჩემი სამიზნეა. ჩემი სამიზნე აუდიტორია არ არის, რადგან ეხლა მეჩქარება ცვლილებებისთვის, მე მათზე ვერ მუშაობ. მას შეუძლია ჩემზე ილაპარაკოს რაც არ მაინტერესებს. წავიდეს იპოვოს სხვა პოლიტიკური ძალა და იმეგობროს იმასთან და მოთხოვოს პასუხი იმას. და რაც არ უნდა ილაპარაკოს, რა ხმაზეც არ უნდა ილაპარაკოს, როგორც არ უნდა გაგვანწყოს. მაინც 1 მილიმეტრით ვერ გადაგვახვევებს იმ გზიდან, რომელიც გვაქვს არჩეული და რომელზეც დარწმუნებული ვართ, რომ არის სწორი და ამ ქვეყნის ერთადერთი გადარჩენის შანსი და გზა. აი, რამდენად არის მზად კრიტიკული მასა სიმართლის მოსასმენად, ვინაიდან სიმართლე არ არის სასიამოვნო მოსასმენიო ხშირათო მაგდა კომენტარებს და კრიტიკული მასა სიმართლისთვის ნახე როგორ რაღაცა სიმართლე არის ხო სიმართლეს ჭირდება დიდი დრო რომ მივიდეს სხვა პირობითად ყველა ადამიანამდე მაგრამ ცვლილებების პროცესში შენ ამ სიმართლის მიტანა ჭირდება აქტიური უმცირესობა ანუ აქტიური უმცირესობა განაპირობებს პროცესის გამარჯვებას ამიტომ მუშაობთ ჩვენ ეგეთ ადამიანებზე რომ ჩვენი სიმართლე მივიტანოთ ჩვენი საზოგადოების აქტიურ ადამიანებად. ისინი დავარწმუნოთ ჩვენი გზის ისტორიაში და ჩვენი ხედვების უპირატესობაში დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან და რომ შევწევს ძალა ეს განვახორციელოთ და ეს ქვეყანა ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უკეთესი გავხადოთ და ეს ხალხი მინდა შემოვიყვანო პროცესში. იმიტომ შემდეგ ეს ადამიანები ხდებიან გამავრცელებელი იდეის. ანუ აქტიური ადამიანი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ის მე დამიჯერებს ან დამეთანხმება. არა, მას შემდეგ რაც მას ესმის და გააზრებული აქვს რაზე ვსაუბრობ ჩვენ, შემდეგ ის თავის სოციუმში მიდის და იქ ავრცელებს სხვანაირად, სხვა ენაზე, სხვა სენტიმენტებით, სხვა არგუმენტებით, რომელსაც მე ვერასდროს შეიძლება ვერ მოვიფიქრო, მაგრამ ის აგებიებს თავის სოციუმს. ესე ვრცელდება თემა, ესე მიდის კრიტიკულ მასამდე საზოგადოებაში. ამბავია ეს წვეთავს. რა თქმა უნდა, და რაც უფრო მეტი პოლიტიკური შენგან მაინტერესებს აი ჩვენი ერთგული მაყურებელი არის და ესეთ რაღაცას გვეუბნება. ნუ მე როგორც ვხვდები კითხვის იმას მივცემ უფრო ფორმას. უფრო მეტი მაყურებელი ეყოლებაო ანუ ფედერალისტები თუ არ ერქმევაო ამასო, იმიტომ რომ ბოკერია ფობია ჭირსო ქვეყანასო.
ანუ ამაზე დიდხანს არის მე ჩემი წარმოდგენით დიდხანს არის ნამუშევარი რომ აი სააკაშვილი ბოკერიას სისხლიანი რეჟიმი მაინდამაინც ეს ორი ხო სიტყვაზე ხო შეიძლება სხვა უფრო გაგვეკეთებინა სხვაზე აქცენტი მე მაინტერესებს რომ შენი აზრით რატო იყო ეგრე აქტიური სამიზნე პროპაგანდის ბოკერია და იმიტომ ის რამდენად ხელისშემშლელია დღეს რამდენად მოახერხეთ გადატეხვა ფედერალისტებმა გასაგებია რომ ბოკერია აღიარებს რომ იქ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული წინა ხელისუფლების დროს და ამას აღიარებს და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს თუმცა ეს რომ მაინც კარგად შემოbrunდეს და რაღაცა ეს თითქოს ეს პროპაგანდის მხრიდან დახატული რომ ეს რაღაცა ბოკერია არის საშიში და ბოკერია იყო იმ ყველაფრის რაღაცა ავტორის ბოროტების თუ რეჟიმის თუ რაღაცის აი ეს რა დონეზეა განეიტრალებული და რა გიშლით ხელს რომ უფრო მეტად განეიტრალდეს ხო სამიზნე იყო იმიტომ რომ ბოკერია წინა ხელისუფლებაში ფაქტორი იყო და ძალა მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები პრინციპულობა თანმიმდევრულობა ცოდნა ეს ყველაფერი და ასევე მარტივი სამიზნე იყო პროპაგანდისტვის მაშინდელისთვის იმიტომ რომ გიგა არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი და მაშინ განსაკუთრებით არის როდესაც ხელისუფლებას წარმოადგენდა რომელიც რაღაც ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარი თავის დაცვას იწყებს ამ ყველა გზავნილთან დაკავშირებით პოზიციას დააფიქსირებდა მან მიუშვა ეს თემა იმიტომ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა ხო ზიანი დადგა რაღაც სეგმენტში მოხდა მისი დემონიზება თითქოს ყველაფერი რაც 9 წლის განმავლობაში ადამიანებს არ მოწონდა ამასთან ბოკერია კავშირში იყო იმ თვალსაზრისით რომ ის იყო იდეოლოგიური მამა ნაციონალური მოძრაობის თუმცა ეს მდგომარეობა ეხა წლების განმავლობაში რა თქმა უნდა შეიცვალა განსაკუთრებით იმ სამიზნე აუდიტორიაში რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და რომლის მოზიდვასაც ჩვენ ხედავთ ანუ წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი რომელიც შეუძლია ჩაუჯდეს ამას ქრონოლოგიურად და აინტერესებდეს ეხა ის ვინც ზარბის და ბოკერია სატანა და რაღაც ბავშვების ორგანოებს ყიდა ანუ ხო რავი არ მაინტერესებს ანუ ყველა ჩემი ამორჩევით ხო ვერ იქნება არ ჭირდება 70% 30%-ითაც ჩვენიურად მოვალთ ხელისუფლებაში. პირობითად ვამბობ, ხო? კოალიციური მმართველობის მოდელში და ამიტომ ამაზე ხა ჩვენ ვუშაობთ, ფედერალისტებს სხვანაირი სტრატეგია გვაქვს, ამას თამარის შემთხვევაში განსაკუთრებით ხედავთ, რადგან ის ყველაზე აქტიურია და მის წინააღმდეგ მოდის ძირითადი ბრალდებები, ის ოპონირებას უწევს აჩვენებს თუ რა არის რეალურად ამ ბრალდების უკან რა დგას ამ ხელს მას და ნუ თავისი რაღაც კონტრა სტრატეგია გააჩნია რომელსაც საკმაოდ წარმატებით ახორციელებს იგივე შეიძლება ითქვას გიგას შემთხვევაშიც როდესაც მან ხო რამდენიმე საათიანი თავისი YouTube ლაივებიც მიუძღვნა სადაც დეტალურად იქნა გარჩეული მაშინდელი ხელისუფლების პერიოდი თავისი შეცდომებით იყო იქ გადაცდომები იყო დანაშაულები იყო ისიკეთე რაც გაკეთდა ყველაფერი ძალიან კრიტიკული პოლიტიკოსია და მე ვფიქრობ რომ ეხა თუ რა ჩასაფრებული არ არის ყველა ხედავს ხო რა მაშინ როდესაც მაღალჩინოს ხო დავამთავრებ და ეგრევე და მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი გაიქცა საერთოდ ქვეყნიდან ბოკერია იყო აი მაშინდელი ტოპ პოლიტიკოსებიდან ის რომელიც დარჩა და ეს გზა გაიარა თავის ქვეყანასთან ერთად ოპოზიციაში და მარტივი ბრძოლა არ ქონია მას და ესეც დასაფასებელია ჩემი ხარ ანუ არ გვაწუხებს ეს თემა დიდად და ხო ანუ გიგა რატო არის პოლიტიკაში კიდე ვიღაცეებიო გაიწიოსო არ ვიცი ჩვენ ისედაც რთულ მდგომარეობაში ვართ ქვეყანა ანუ ქართული პოლიტიკური სპექტრი და გიგა ბოკერია რო დღეს მდგომარეობით აქ არ იყოს ანუ ადამიანი მისი ცოდნით გამოცდილებით პრინციპულობით და პასუხისმგებლობის ზრობით ანუ ესეც კიდე არ ჩანს იმდენად და საზოგადოებაში ხო დავობლდებოდით რა ანუ გაცილებით დავასუსტებდით საკუთარ თავს რასაც რეჟიმთან წინააღმდეგობა აქვია ამიტომ რა არ ნერვიულობთ მაგ თემას კი საკმაოდ ბევრი ხართ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ და დაუსვათ კონკრეტული კითხვები თენგოსაც ზოგადად თუ რომელიმე სხვა წევრთან გაქვთ ფედერალისტების კითხვა დიდი სიამოვნებით და ასევე მე პირადად ვიტყვი რომ ის 2 საათნახევრიანი გადაცემა საკმაოდ დიდი გადაცემა იყო YouTube-ზე ვიდეო დევს მაგის ნახვა შეგიძლიათ ყველას თუ ეხა ემოციების გარეშე და რაღაც წინასწარი განწყობის გარეშე ადამიანი მოისმენს ბევრ კითხვაზე პასუხი არის კი ბევრ კითხვაზე თან
კი ბატონო გავაჟღეროთ დავსვათ. თუ არა გაქვთ პირდაპირ. ხო, თან ჩემი გადასახედიდანაც ეხა რავი არ ვიცი შეიძლება მე არ ვიყო ბოლომდე ობიექტური ხა გიგას შეფასებაში როგორც თანამებრძოლის, ხო? მაგრამ მოსასმენადაც მე ვფიქრობ საკმაოდ მისაღებია ის თუ როგორ აჩვენებს, ანუ არ რჩება ადამიანს მე ხა ვისაც ვესაუბრე და ვინც პირველად ისმენდა ამ ისტორიებს, არ რჩება ის დაბეჭდილება, რომ თავის მართლების რეჟიმში, ანუ საკმაოდ კრიტიკულია, საკმარისად კრიტიკულია, საკმარისად ანუ ადეკვატურად ხსნის, რომ ეს რაღაცა იმიტომ იყო, რომ უფრო გაცილებით უარესი საფრთხე შეიძლება გველოდებოდა იქ კრიმინალთან ბრძოლას რაღაცეები გადაყვა, იმიტომ რომ სხვანაირად სხვა მდგომარეობა. კი, ხო, გადაყვა, ნუ ეს ბევრი ფაქტორია, ხო, იცი როგორ არის რა, რომ შენ საზოგადოებრივ ჩვენ ხარ თქვენ ცხოვრობთ ყველაზე დიდი თავისუფლების ისტორიის მქონე კაპიტალისტურ ქვეყანაში, რომელიც აი ამ ეტაპამდე მივიდა უდიდესი სისხლის ბრძოლის და წვალების ხარჯზე, ხო? ანუ პროცესია რა, პოსტსაბჭოთა საზოგადოება 2004 წელი ხა 90-იანები ისაც ახსოვს 2000-იანების საწყისი, ანუ რა ხელისუფლება გადაიბარეს, საკმაოდ გამოუცდელმა ადამიანებმა, რომელსაც თავისი ხედვა ჰქონდა, თავისი შიდა დაპირისპირებები, საგარეო ფაქტორი, რუსეთის დესტაბილიზაცია, არარსებული კადრები, კორუფცია, ბევრ რაღაცას ერთად ებრძოდნენ, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ საერთო ჯამში რაღაც გარდამტეხი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე და პლუს ქართული დღევანდელი საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზეც, რაც გვაჩვენებს ხო რის შეცვლასაც 13 წლის განმავლობაში, ანუ ჩვენ დენაციფიკაციას ფაქტობრივად და იმ ქართული დნმ-ის ამოშლას, რასაც ტირობს რეჟიმი, და ვერ ახერხებს ხო, ანუ წინააღმდეგობა მაგითო არსებობს, რატო არ არსებობს ბელარუსში ან რატო მოკვდა რუსეთში ძალიან მარტივად, ხო? მიუხედავად იმ რესურსების, რაც დახარჯა რეჟიმმა, ხო? ესეც გარკვეულწილად არის ჩვენი საზოგადოების დღევანდელი მდგრადობა, არის გარკვეულწილად ვარდების რევოლუციის და შემდგომი პერიოდის და რეფორმების დამსახურება. ეს არის, ხო, ეს აუცილებლად გავაჟღერებ. ანუ რა მინდა აუცილებლად დღეს რო ვთქვათ, აი ახლა ჩავხედე და კონსერვატორებმა, ეგრეთ წოდებულმა კონსერვატორებმა, ჩემი წარმოდგენით ახლა რამდენად კონსერვატორები არიან არ ვიცი, მაგრამ დაანონსეს აქცია არაბიზაციის წინააღმდეგ, ესეთი რა, ხო, არაბიზაციის წინააღმდეგ და დაარსეს. მე მაქვს ნანახი თენგო შენი დებატები ჰესებთან დაკავშირებით. და ზოგადად ვიცი რომ ფედერალისტებიც და შენ პირადადაც ემხრობი ინვესტიციებს აუცილებლად თვლი, არა მხოლოდ ემხრობი, აუცილებლად თვლი ინვესტიციებს, თუნდაც იგივე ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით და არა მხოლოდ, ხო? როგორ დავინახოთ სწორად? მოდი მე ეს კითხვა პირადად მეც ხშირად მაქვს და ანუ ესე კარგად ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც უამრავი ქართველი ტოვებს ქვეყანას. იმ პირობებში, როდესაც გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მაღალია ვიდრე ახალ დაბადებულთა. ვიდრე შობადობა. შობადობა, ხო ვერ გავიხსენებოდი. ანუ ამ პირობებში ყოველი ესეთი მსხვილი შემოსვლა შეიძლება თუ არა საფრთხეს რომ ატარებდეს ჩვენთვის და ორივე ასპექტი მინდა რომ დავინახო. ანუ დღეს რო ფედერალისტები იყოთ მაგალითად ხელისუფლებაში და იმაზე ხელისმომწერი იყოს თენგო კირთაძე, რომ ესეთი პროექტი არის ინვესტორი, იგივე ესა რაღაცა კომპანია, იგივე ხალხი და დაგიკავშირდნენ და გეუბნებიან, რომ შენ თუ ამას ხელს მოაწერ, ხვალიდან დავიწყებთ. აი შენ რას მოითხოვდი, რა პირობები გექნებოდა და როგორ ხედავ საერთოდ ესეთი მსხვილი რაღაცა, მაგრამ ქალაქის მშენებლობა სხვა არის და ახლა რაღაც დეველოპერული პროექტი სხვა, ხო? აი ამ საკითხის დარეგულირებას როგორ ხედავ? და ზოგადად ამ დავიწყოთ იმით, რომ კიდევ ერთი შეცდომა იქნა საჯარო კომუნიკაციაში პოლიტიკური სპექტრის და მედიის მიერ დაშვებული. ანუ როდის გააქტიურდა თემა არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. ეს გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დასავლეთში თანხები, რომლებიც მობილიზება უნდა მომხდარიყო დასავლურ ინსტიტუტებში,
რეჟიმმა ვერ შეძლო თავისი ანტიევროპული და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. ან იზოლაციიდან გამომდინარე, შენ ჭირდება ნებისმიერ რეჟიმს იმისათვის, რომ მინიმუმ ჯერ განცდა გააჩინოს, სტაბილურობის განცდა შეინარჩუნო, ჭირდება რაღაც ალტერნატიული შექმნა. ანუ თუ ერთის მხრივ შენი მხარდაჭერები ხედავენ, რომ რაღაცას ვხარგავთ, შენ უნდა აჩვენო, რაღაცას სამაგიეროდ ვიღებთ, ანუ ბენეფიტებს, ნუ გეშინიათ ხალხო, თუ არ იქნება დასავლური ინვესტიციები, შემო არაბული, ჩინური, პირობითად რუსული და ასე შემდეგ. ანუ არანაირი ჩემი გადასახედიდან და ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ და ასევე ოღონდ ვერ შევძლებთ ჩვენ ამ საკითხის ბოლომდე გარკვევას, იმიტომ მე მწამს იმის, რომ სანამ ამ ინვესტიციის განხორციელების დრო მოვა, მანამდე რეჟიმი უკვე ამ ქვეყანაში არ იქნება მმართველობაში. შესაბამისად, ამის გარკვევა სწორი ვიყავი თუ არა, მხოლოდ ნაცნობრივ იქნება შესაძლებელი. ეს არის რაღაც ტიპის შეთანხმება საემიროებთან იმ თვალსაზრისით, რომ ხო, რაღაც ინვესტიცია მოდი შემოიტანეთ, ჩვენ შეგიქმნით აქ სათათბურე პირობებს, თუმცა ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ისეთი გრანდიოზული, როგორც დაანოს. ანუ პიარი იყო. ეს სამწუხაროდ იქნა არასწორი კუთხით ატაცებული და მივიღეთ ის ზუსტად რაც უნდოდა რეჟიმს, რომ ამ ინვესტიციის შემოსვლის შესახებ, რომ ანუ ეს რო ფეიკია და რეჟიმი რო იტყუება, ისევე როგორც იტყუებოდა ქუთაისის ელექტროქარხნის მშენებლობაზე, ჩინელებს უნდა აეშენებიათ. ისევე როგორც სხვებს უნდა აეშენებიათ, წყალტუბოს განაშენიანება უნდა მომხდარიყო 2 არჩევნების განმავლობაში ატყუებდნენ ხალხს. ვარკეთილის მეტროს ჭერი ვერ გაარემონტეს წლების განმავლობაში. ანუ ხო ხვდები რა ხალხზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი რა. და არასტაბილურ გარემოში არაბებიც ძალიან სერიოზულად აქცევენ ყურადღებას აი ესეთი ინვესტიციის ჩადებას, ეს ხო არ არის ხა წამლის შემოტანა ან რაღაც ბიტკოინების ის ხო? უძრავ ქონებაში ინვესტირებას უკუგება აქვს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ამიტომ ინვესტორი ყოველთვის უყურებს სტაბილურ გარემოს და თუ რა სტაბილური გარემოც არის დღევანდელ საქართველოში, ამის ანალიზი არაბების ექსპერტებს და ანალიტიკოსებს არ გაუჭირდებოდა. შესაბამისად, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ სერიოზულ ინვესტიციაზე ვსაუბრობთ. თუმცა ამ თემამ მოიტანა ის გვერდითი პრობლემები, რაც საზოგადოებაში სავარაუდოდ ნიადაგი არსებობს და რაც შემდეგ ოპოზიციური თუ სახელისუფლო, პროსახელისუფლო ძალები ისეთი როგორიც არის მაგალითად ალტინფო პარაზიტირებას ცდილობენ, ხო, რომ აი არაბები წაგულეკავენ, ხო? ან ჩვენ უნდა შევხედოთ ეს პარალელს ავლებენ ევროპასთან, რომ შეხედენ ახე როგორი შეუთავსებლობა აქვს ევროპაში. სულ სხვა ტიპის პრობლემები წარმოიშვა არალეგალური მიგრაციამ ან ტოვილების შედინებამ ევროპაში. სულ სხვა ტიპის, იმიტომ მოგეხსენებათ, დასავლეთი გამოირჩევა თავისი კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სოციალური სისტემებით და ესეთი სისტემები ხელს უწყობს გარკვეულწილად პარაზიტირებას და ეხლა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც დაბალანაზღაურებად სეგმენტებში მუშაობს და არ ვიცი, ეხლა თავის სამყოფელს შეუძლობს მარტო და რომ ხედავს, რომ ვიღაც ჩამოსული, რომელთანაც არანაირი კულტურული რაღაცა არ აკავშირებს, უცხოა მისენას არ ლაპარაკობს და ფაქტობრივად იგივე რაოდენობის სოციალურ დახმარებას იღებს მის ხარჯზე, ხო, უკმაყოფილებას იწვევს და იქნება დემოკრატიული პრობლემა. ანუ სულ სხვა კუთხით წარმოიშვა ევროპაში პრობლემები და უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგანაც იქ ხდებოდა დანაშაული, როცა 1.5 მილიონ დევნილს მაგალითად კრიზისული რეგიონებიდან უშვებ კონტროლის გარეშე, უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის გარეშე შენ ქვეყანაში, იქ რო რაღაც სერიოზული კრიმინალური ჯგუფები შემოვლენ და შემდეგ დანაშაულს ჩაიდნენ და ეს საზოგადოების პროტესტს გამოიწვევს, ხო, ეს არ უნდა იყოს მგონი ეხა დიდად საკმაოდ საკითხი. საქართველოში საერთოდ მსგავსი ჩვენ არაფერი არ აქვს. ეს არის დაახლოებით ის გამოძახილი, რაც არსებობდა მაშინდელ ოპოზიციაში 2011-2012 წლებში, აი სააკაშვილმა უნდა ჩამოასახლოს ჩინელების ქალაქი შენდება მაკეტის კი დახაზეს, ჩინელების ქალაქი შენდება
თბილისის ზღვასთან და უნდა გადავგვარდით. არა, საქართველოში თუ ვინმე ჩამოვა უცხოელი ინვესტიცია და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ანუ კაპიტალი უნდა მოვიზიდოთ, ხო ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის რას ვთავაზობთ ინვესტორს, ხო? ანუ თუ გინდა რომ ქართველი არ გარბოდეს საქართველოსთან, თუ გინდა და გვინდა ყველას, ხო? ქართველმა ღირსეულად იცხოვროს თავის ქვეყანაში. ადგილზე უნდა შეიქმნას დოვლათი. დოვლათის შექმნისთვის აუცილებელი არის კაპიტალი. კაპიტალი საიდანაც უნდა მოვიდეს. და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა არ ვიცი ახლა კაპიტალი შეიძლება შემოვიდეს ნარკოვაჭრობიდან ან ბიტკოინის გამომუშავებიდან ახლა უძრავ სექტორის სფეროში რომ არაბული სერიოზული ინვესტიცია შემოდიოდეს ახლა რადგან მე მკითხე მე მქონდეს ხელმისაწვდომი მოვაწევდი თუ არა ხო რა თქმა უნდა და მოგონ იმას მე გავითვალისწინებდი მაგ თუ არა სოციალური პრობლემა წარმომიშვება ამასთან დაკავშირებით ან მოყვება თუ არა ამას უსაფრთხოების რისკი ხო ძალიან ელემენტარულია ნებისმიერ ინვესტიციასთან დაკავშირებით ასე იქცევა ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფო და ნორმალური დემოკრატიული მთავრობა ამას გავაკეთებდი თორე ინვესტორის დემონიზებას რო ახლა არაბები შემოვლენ და რაღაცა ლონდონშიც არიან არაბები მილიარდერები რომლებმაც ლონდონ სიტის მოუტანეს არნახული ეკონომიკური აღმავლობა და როცა ჩვენ ქვეყანაში შევქმნით მათ შორის უცხოური კაპიტალის დახმარებით შევქმნით სამუშაო ადგილებს შემდეგ გაჩნდება ნაკლები სტიმული ქართველებისთვის არალეგალურ იმიგრაციაში წასვლას და იქ რაღაც 1500 ევროზე მუშაობას თავის ქვეყანაში და თავის ოჯახში დარჩებიან და აქ შექმნიან თვითონ დოლარს და იმუშავებენ და იგივენაირად განათლების თვალსაზრისითაც ის ქვეყნის მოქალაქეები არიან და ახალგაზრდები უფრო განათლებულები სადაც ხო ეკონომიკურად ისეთი გარემოა რა მისაღები რა უკეთესი უნივერსიტეტები გააქვს ერთ დეტალს რაზეც მეფიქრება ხოლმე სინამდვილეში ჩვენ თუ ვიზახით რომ ვიღაცა არაბები იყიდიან ამ აშენებულებებს რაღაცა ბინებს თუ აპარტამენტებს თუ რაც იქნება ხო კი ბატონო და დღესაც ხო შეუძლია მაგ ხალხს რომ სხვადასხვა ადგილებზე ზუსტად აი ხო ხედავ რეზი რამდენად ფეიქ დისკუსია რომ დღესაც საერთოდ არანაირი ხედიშეშლა არ არსებობს ნებისმიერ ეხლა რა ცათამბჯენები თბილისში რო შენდება ცათამბჯენები რო თბილისში შენდება ერთი მთლიანი ცათამბჯენის ყიდვა შეუძლიათ ხო ამის შესაძლებლობა თან გააჩნიათ მატერიალური ხო ანუ ხო ხდებით თითიდან გამოწოვილი თემა მაგრამ პარაზიტირება რატო ხდება ერთი ის რომ სრულიად გაბანკროტებული ოპოზიციური სპექტრი აწვება ისეთი როგორიც არის მაგალითად ლელო რომელმაც ახლა არის საერთოდ რა გააკეთოს ამიტომ ნებისმიერ თემას გამოეკიდება მათ შორის ისეთ მარგინალურ თემას რაც არის ეს მეორე ქართული ოცნების პროქსი ძალა რომელიც არის კონსერვატორული მოძრაობა ამაზე კაპიტალიზება შეიძლება და ეს აწყობს ქართულ ოცნებას და რატო მიუხედავად იმისა რომ მისი ინვესტიცია ბჭყალებში მისი ინვესტიცია ხო არის თუ არა ინვესტიცია ჯერ ეგ არის გასაკვირი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ის არის აფილირებული ამ თემასთან დაკავშირებით მას აწყობს ეგეთი განწყობები მათ შორის ალტინფოს მიერ გაღვივებული რადგანაც ეს უმარტივებს ნარატივს რომ თუ არა მაგალითად ალტერნატივა რუსეთი შენს მიმართ გაცილებით უცხო კულტურული სივრცეებიდან შემოვლენ ისეთი ეთნოსები და ისეთი ქვეყნის წარმომადგენლები რომელთა მიმართაც შენაკლები მიმღებლობა გაგაჩნია. ანუ მის ნარატივს აძლიერებს საზოგადოების რაღაც ნაწილში. რუსები ჯობიაო. ამათ ისე მოიცავ ბინაო არაბმა ზუსტად აი ეგ ამ მაგერ წინადადებაში გამოიხატება ზუსტად ის რაზეც ეხლა მე ვსაუბრობდი რომ ეს პირიქით ეხმარება ქართულ ოცნებასაც და ამიტომ ახლა არ შეიძლება ერთის მხრივ ორმაგი შეცდომა იქნა ოპოზიციურ სპექტრზე დაშვებული ერთი ის რომ რაღაც სამარცხვინო ქსენოფობიური იმის არ იყოს რომ ნამახვანესი რომ უნდა აშენებულიყო და იქ მეჩეთები თურქები ჩამოდიან და ეს ჭამა კიდე საზოგადოების ნაწილმა რაღაც სამარცხვინო ქსენოფობიური ბოდვა ეგ ერთი და მეორე რომ ამით ქართული ოცნება გააძლიერე ხო გაუხცელე ის მესიჯი რომელიც მას აწყობდა ერთი ის რომ სერიოზული ინვესტიცია შემოდის ანუ ხელისუფლება მუშაობს და ის არც თუ ისე იზოლაციაშია ახერხებს კაპიტალის მოზიდვას და პლუს კიდე დაეხმარა იმით რომ გაჩენილიყო დამატებითი შიშები და ანუ უფრო მიმღებლობა რუსი შეიძლება ვიღაცას რომელიც ფიქრობს რომ ანუ დასავლეთმა ხელით უკრა და კაპიტალი ჭირდება და ვიღაცასთან დაახლოება და მე არაბი და თურქი არ მინდა და ბარემ ჯანდაბას კი არ მომწონს ეს რუსი მაგრამ იყვნენ ისე რუსები ისინი წყალებში მართლმადიდებლები მაინც არიან ეს ცნობილი
ნარატივი, რომელიც არსებობს და ხო, ამით დაეხმარნენ რა, ამიტომ არა რეზი როცა ეხლა მესმის იმ ადამიანებისაც, რომლებიც გაბრაზებული არიან, რო აი თქვენ ყველას ეჭხუბებით და რაღაც. ყველას ვეჭხუბები რა, რამეს პირადად კი არ ვეჭი, იქაც რა ნაწილი ვიღაცები ნორმალური ადამიანები არიან. უბრალოდ აი ამდენი სიშლეგე როცა ხდება, ეს აზიანებს პროცესს. და ეს პროცესი, როდესაც ზიანდება, კეთნის შემდეგ ერთ ადგილს და იწევს შემდეგ ორი კვირის შემდეგაც მაგალითად თქვენთან დარიოში ჩართვა და იმის თქვა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაგვიდგა წინ, რო ცვლილებებთან ახლოს მისულიყავით, ყველას გადადგმა ვერ მოხერხდა. იმიტომ ვიღაცეები სიშლეგით უკან გეკაჩებიან და ხელისშემშლელი ფაქტორები აქ არ ეხება ეს კონკრეტულ პიროვნებებს და რაღაცა. ავიღოთ უბრალოდ ხელისშემშლელი ფაქტორების ფაქტორებს ვიშორებთ ჩვენ ფედერალისტები, ამიტომ შეიძლება ვიღაცა თვლიდეს, რომ ჩვენ ვარ ძალიან ხმაურიანი, ვერჩით რაღაც ერთობას და აგრესიულები, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ასე ახლობდება პროცესი თავის კულმინაციამდე და საქართველოს მიდის დემოკრატიულ ცვლილებამდე. ხო. კონკრეტული თემაა. მაყურებელს მიმართავ კონკრეტული თემაა, მაგალითად თქვენ თუ ბრძანდებით ლელოს ამორჩეველი, ან თუ გულშემატკივრობთ ალტინფოს, რომელიც ან იმ ხალხს, რომელიც ამის ფუშინგს აკეთებს, ამ თემის რო აი რაღაც არაბები და რაღაცა, კონკრეტული აზრი გააჟღერა თენგონ, შეეწინააღმდეგეთ, გააკრიტიკეთ და მოვისმენთ დიდი სიამოვნებით. ანუ აი მაგისი ნაკლებობა არის ყველაზე დიდი ოცნების დახმარება. რომ აი ახლა რო არსებობდეს იმის საშუალება, რომ ეს ამბავი ვიღაცამ არგუმენტებით ის კი არა რომ ის ადგილი იყო თურმე საპატრიარქოსიო ხაზარაძე იძახის და საპატრიარქოსო როგორ წაართვეს ანუ თან ვითომ საპატრიარქოსო ხო ნუ ხაზარაძე ნახე შეხედე ხო ნახე ძალიან მარტივად მისი ერთი ამ მესიჯიდანაც ძალიან მარტივად ჩანს რა დონის სერიოზული პოლიტიკოსი და პოპულისტია ხო ან ერთ წინადადებაში შემოიყვანა არაბები წაგვლეკავენ და იქ საპატრიარქოდე სენტიმენტები ან ყველგან ცდილობს რომ თვითონ რაღაცნაირად იბალახოს რომ პოლიტიკურად გადარჩეს მე ვფიქრობ რომ ის პოლიტიკურად არ უნდა გადარჩეს და ის პროცესი რაც დაიწყო 4 ოქტომბერს მოქალაქეებმა რომ უარი უთხრეს არჩევნებში მონაწილეობას და ამით სერიოზულად დაარტყეს და დაასუსტეს საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს ხო ამით აიგრძალება პოლიტიკური პარტია და იმ თემასაც შევეხები ხა ძალიან მოკლედ საზოგადოება გრძალავს იმით ან ამომრჩეველი გრძალავს პოლიტიკურ პარტიას იმით რომ მას არ ენდობა და მხარს არ უჭერს და არა ეს არ შეიძლება იყოს რეჟიმების განსაკუთრებით ესეთი რეჟიმის პრეროგატივა თუმცა ამ თემასაც არ აქვს განსაკუთრებული დატვირთვა სინამდვილეში პოლიტიკური პარტიები კი არ იგრძალება საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი ცხადდება ოფიციალურად მეორე ხარისხოვან მოქალაქედ, რადგანაც მისი არჩევანის ფუნდამენტური უფლება უქმდება, მისი არჩევანის უფლება. იმიტომ ეს არის მისი პრეროგატივა გააუქმოს თუ არ გააუქმოს ესა და ეს პარტია და არა პაპუაშვილების, კობახიძეების და ბიძინა ივანიშვილების და მათი მანკურტების, ხო? ეს არის ან საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, თორე ხა ჩემი დამოკიდებულება ხო, ჩვენი დამოკიდებულება ფედერალისტების ნაციონალურ მოძრაობის და ლელოს მიმართ, რომლებიც ახლა ამ სარჩეში არიან მითითებული როგორც ასაკრძალი პარტიები, ხო ისედაც ცხადია, ხო? არანაირი სიმპათია ამ პარტიების მიმართ ჩვენ არ გაგვაჩნია. მაგრამ ეს არ არის რაც დემოკრატიული პროცესი არ არის, უაღრესად საშიშია ზოგადად მსგავსი ტიპის თემების წამოწევა, იმიტომ ეს უნდა იყოს მხოლოდ საზოგადოების ინსტრუმენტი. ადამიანებმა, ხალხმა, დემოკრატიის საყრდენმა უნდა გასცეს პასუხი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ის ან დაასრულოს ან აქტივოს პოლიტიკაში ან მოიყვანოს ხელისუფლებაში ან დატოვოს ოპოზიციაში ხო ან დიდ საფრთხესაც აქ ვერ ხედავ რეზი თუ შესაძლებელი ერთ კითხვასაც ავიღებ და დღეისთვის რომ დავამთავროთ იმიტომ ცოტა ხანში გასასვლელი ვარ და ხო არ მესმის შენი ხმა ბოდიში, აი კითხვა გვაქვს და აი ამ კითხვაზე ფედერალურ მოწყობასთან დაკავშირებით. ხო. და შეიძლება წამიკითხო კითხვა? ესე იგი ის მყავს, რა ქვია, ეზოში რაღაცა ხმაურისმოდა და მაგითო დავამიუთე.
იქნებ ფედერალური მოწყობის თქვენ მოდელზე მეტად ისაუბროთ, რომ მოწინააღმდეგეთა ბრალდება, რომ ქვეყნის ამ ტიპის მოწყობა დაქუცმაცებას უწყობს ხელს და რუსული პროექტიაო. იქნებ ახსნათ, რომ ასე არის თუ არ არისო და მოდი ერთ პატარა დეტალს შევამატებ, ძალიან ბევრისგან, ანუ გარდა იმისა, რომ შინაარსობრივი კამათი არ გვიყვარს ხოლმე და უბრალოდ რაღაცა იმაზე გადავდივართ, რომ აი თამარმა ვიღაცა დაბლოკა სიტყვაზე, ხო? მაგის გარდა მეორე არგუმენტი, რაც მომისმენია ხოლმე, ეს ზუსტად ფედერალისტი, აუ, მოიცა რა ფედერალიზმი, აი ესე. მოდი კიდე ერთხელ, რამდენჯერმე გვიცდია მაგისი მიწოდება მაყურებლისთვის ჩვენი აზრის და კიდე კარგად გითხარი. ექშიში არის ზუსტად ის, რომელიც იქნა ჩანერგილი საქართველოში სწორი მოდელის დამკვიდრების საწინააღმდეგოდ, რომ ამისთვის ხელი შეეშალა. ფედერალიზმზე როცა ვაპარაკობ, პირველ რიგში ეს არის მართლობითი მოდელი. ანუ როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო, რომ ის რომ ძალაუფლება უნდა იყოს დეცენტრალიზებული, დეკონცენტრაცია უნდა მოხდეს და ადამიანის ირგვლივ სუბსიდიარობის პრინციპიდან ამოსულ ის, რაც მეხება მე. ის საქმეები უნდა მოხდეს ამ საქმეების მართვა და დამენეჯმენტება, სადღაც იმ ინსტანციებიდან, რომელიც არის ჩემს ირგვლივ. აი ეს არის ძლიერი თვითმმართველობა. ცენტრიდან მოგა კომპეტენცია და აძლიერებ რაიონს, ქალაქს, თემს და ესე შემდეგ ეტაპებად. ეს არის გზა გაცილების სწრაფი და უკეთესი განვითარებისთვის და ეს არის გზა ადამიანების პრობლემების გაცილებით ეფექტურად მოგვარებისკენ. ეს არის პირველ რიგში, როდესაც ფედერალიზმზე ვლაპარაკობ. იქ ტერიტორიულ მოწყობას კი არ შეეხება ის, რომ შენ რაღაცას სხვანაირად აწყობ შენ ქვეყანას. არა, შენ უბრალოდ მართლობით მოდელს და ამ ძალაუფლებას ანაწილებ ჰორიზონტალურად, გაცილებით და ნაკლებად ვერტიკალში, რადგანაც ვერტიკალური მართვა და ვერტიკალური ძალაუფლების სისტემა მხოლოდ ფურცელზე ჩანს ეფექტური, სინამდვილეში კი ხელს უწყობს საქართველოსნაირ ქვეყნებში განსაკუთრებით მარტივად ძალაუფლების ერთ სუბიექტის ქვეშ დაქვემდებარებას, რაც მივიღეთ კიდევაც და რასაც მარტივად ვიღებდით და რეგიონულ განვითარებას უშლის ხელს. და როცა რეგიონულ განვითარებას საქართველოში ხელი ეშლება, ხო, შემდეგ აქვს დამატებითი უამრავი პრობლემა, რაც ამას მოყვება. იგივე აიღე ეკონომიკური პრობლემები. აქედან გამომდინარეობს მიგრაცია, აქედან გამომდინარეობს ცუდი ჯანდაცვა, აქედან გამომდინარეობს ცუდი განათლების შანსები. ერთმანეთთან კავშირში, ხო? რატო იცლება მაგალითად ვიღაცებს არ მოწონს მე პირიქით ურბანიზაციის მიმდევარი ვარ და ვფიქრობ რომ ურბანული ცენტრები გაძლიერდება ჯერ ჩვენ არ დაგვიმთავრებია ურბანიზაციის პროცესი მთლიანად ამ ქვეყანაში და რეგიონის შევსება ხდება შემდეგ როდესაც პირველ ურბანიზაციის პროცესს ამთავრებ ანუ ჯერ ხდება გამსხვილება ურბანულ ცენტრებში და დოვლათი შეგროვება და შემდეგ როდესაც ჩდება საშუალო კლასი რომელმაც რაღაც დოვლათი დააბრუნა ის გადის შემდეგ ბრუნდება ნაწილობრივ რეგიონში, იქ რაღაც თავის საქმეს იწყებს და ესე ვითარდება რეგიონი და არა იმით, რომ შეერი ადამიანების დამაგრება რაღაც სუბსიდიებით, რომ აი 200 ლარი და შენ ქალაქში არ ჩამოხვიდე. ხო, ოღონდ სამწუხაროდ ისეთი თემაა, რომელსაც ამერიკის მაგალითზე დიდი ქალაქების გარშემო ცხოვრობს ყველაზე მეტი დოვლათის მქონე ხალხი. აი მე პირადად ფილადელფიის გარშემო დიდი ქალაქების გარშემოა. შეიძლება მუშაობს ქალაქში, შეიძლება ოფისი აქვს, შეიძლება რაღაცა საქმე აქვს დაუშვათ, მაგრამ უმრავლესობა, იმიტომ რომ უფრო მეტი კონტროლია, უფრო კარგი სკოლების შესაძლებლობა აქვს, მაღალი გადასახადებია ზოგჯერ, მაგრამ ეს გადასახადები გარემო ქალაქის ხმაურისგან და სტრესისგან დაცლილი ცხოვრება, ანუ ეს არის ფუფუნე. ხო, გვესმის, ანუ ფუფუნე. და შესაძლებელია იქ, სადაც დოვლათი იქმნება. და პირველ რიგში საჭიროა ჩვენთან სწორედ ამ პროცესის დაწყება, რადგან რეალურად ეს თუ არ მოხდა, ანუ ადგილზე პასუხისმგებლობის მქონე და გადაწყვეტილების მიმღები პირები თუ არ გაჩნდნენ, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში და ეს არასდროს არ იქნება თუ ის ყოველთვის პარტიაზე იქნება დამოკიდებული, ანუ თბილისზე იქნება დამოკიდებული, მისთვის მნიშვნელოვანი სტიმული არ არის საკუთარი მოსახლეობისთვის რაღაც კარგი საქმის გაკეთებას, რადგანაც იცის რომ ვალიდაციას იღებს არა მოქალაქისგან, არამედ იღებს პარტიისგან. პარტიის სამსახურში უნდა იყოს და არა მოქალაქის ეს სტიმული დევს
ქართულ კანონმდებლობაში და ქართულ მართლობით მოდელში დღის მდგომარეობით და ამიტოა რომ და რადგან მოგვირიცხავს თბილისი ხო ამით უნდა იარსებოს ფოთმათ ანუ რა შეჭირდება ფოთს პირობითად ან ქუთაის ან ბათუმს ტრანსფერები ცენტრალური ხელისუფლებიდან მათ პირიქით თავისი მომიჯნავი მუნიციპალიტეტების დახმარება შეუძლიათ იქეთ ხო თუმცა სამწუხაროდ არ არის ეს სისტემა რომელიც ამ ერთი კითხვის დეცენტრალიზაცია არ ყოფნის და რატომ მაინც ფედერალიზმი შემოგვაქვს ან უბრალოდ დეცენტრალიზაცია და საკმარისი დეცენტრალიზაცია არ არის ანუ ფედერალიზმი ხო მე ესე წარმომიდგენია რომ იმ ადამიანებს რომლებიც აკრიტიკებენ არა ფედერალიზმი არ არის აუცილებლად რაღაც სუბიექტების შექმნა რაღაცა ჩვენთან ხო ასოცირდება ავტონომიურ სტატუსებთან და რაღაცეებთან ხო არ არის ანუ ძალიან ფართო შინაარსი და მნიშვნელობა აქვს ფედერალიზმს და ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ რომ შემდეგი გადაცემის ფარგლებში და ეგრეც დავაანონსოთ დაახლოებით არ ვიცი 9 საათი 9 გადაცემა მიუძღვნით ამ თემას და ჩვენ ხედვა საფუძვლიანად ჩავშლი უბრალოდ ძალიან ცუდად დაემთხვა ის რომ ბოლო მითხვა ამიტომ გამოვიწვიოთ მაგრამ თუ ვინმეს მაგ თემაზე გაქვთ კონკრეტული მოსაზრებები რატო არის სახიფათო და თუ გაქვთ თვლილი რომ დისკუსიოთ მაგ თემაზე რა ვიცი შეგვიძლია მოვიფიქროთ ეგეთი ფორმატით რომ რატო ფედერალიზმი და რატო შეიძლება არა ხო ეგ არის ეგეთი გადაცემა გამოგვივიდა დღეს ჩემი აზრით საინტერესოა და თუ თქვენც თვლით რომ საინტერესო გადაცემა გამოვიდა მოდი რომ ვეცადოთ დახმარება ამ ვიდეოს გავრცელებაში გთხოვთ რომ დაალაიქოთ გამოვაქვთ თქვენი აზრები და ჩვენ გავაგრძელებთ იმ ალტერნატივაზე საუბარს რომელ ალტერნატივასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ჩვენ მიმდინარე პროცესებში და სხვა პარტიასაც მოგიწოდებთ და სხვა რაღაცა აქტიური ჯგუფების წარმომადგენლებსაც რომ მობრძანდით ვილაპარაკოთ თქვენი ხედვაც იყოს ფართო საზოგადოებისთვის გასაგები და არ ვიცი ჩვენ რამდენად სერიოზული ძალა შეიძლება ვიყოთ ვიღაცების თვალში მაგრამ მე მგონი რომ პირიქით ზუსტად ერთმანეთის გაძლიერება არის გამოსავალი რა და ვიც იმის მნიშვნელობას ვხვდებით რომ ეხლა არის სასაუბრო ზუსტადაც გამოსავალზე იმით რომ რა იქნება ალტერნატივა თორე ოცნება რაც არის მე მგონი ბევრმა გავიგეთ კარგ საქმეს აკეთებთ რეზი დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ ყოველთვის მადლობა თენგო და მადლობა მაყურებელს და მომავალ შეხვედრამდე Dario Radio, მუდამ კარგი დარია.